ეს ვიღარი, ვინ ჩემ ფეხები? გამარჯობა, ჩემი სახელია მარსელინი და დღეს ვთამაშობ ძალიან საინტერესო ჰორორ თამაშს, Helmet. Hell yeah! კი, აქ გველოდება აი ასეთი საყვარელი ქალი, ამდენი კბილი. როგორც ჩანს, ბრეკეტების დაყენება არ ავნებდა. ეს თამაში არის დემო ვერსია და თუ მოგიწონებათ ეს თამაში, მე დამიწერთ კომენტარებში და როცა თამაში დასრულებული გამოვა, გადავიღებ აუცილებლად. უნდა ვირჩიოთ მარკერებით თუ მარკერების გარეშე პირველად ვთამაშობ, ასე რომ ავირჩევ მარკერებით, რადგან ფისენთი ვარ. უცნაურია, მგონი ვიღაც მირეკავსო. ის მაინტერესებს, რომ რატო ქვია თამაშს Helmet-ი. ჯოჯოხეთში ვართ თუ რა ხდება? ამას გავარკვევთ. გილოცავ. ეს ბოსი გვირეკავს. თქვენ მიგიღეს Helmet-ის თანამშრომლად. მიხარია რომ თავის დროზე მოხვედი. როგორ მოგწონთ ჩვენი გადაკარგული ადგილი? რანაირად წერია? მე ჯერ ვერ მოვასწარი შეხედვა. აქ სიჩუმეა, თან ძალიან. ესე ვუპასუხებ და ეს მშვენიერია. ეთკვირაში მოასწრებ და ისვენო ქალაქის ხმაურისგან. კარგი, საქმეზე გადავიდეთ. პირველ რიგში უნდა შეხვიდე მაღაზიაში. კარი შენს გვერდით დაკეტილია შიგნიდან, მაგრამ უკანა კარი ღია უნდა იყოს. კარგით, მაშინ პირველ ჯერზე მაღაზიაში შემოვვლი. რატო ესაუბრება ასე ბოს? შეგვიძლია იპოვე პეიჯერი კასასთან. წერილებს გამოგიგზავნიო მაგაზ. მაღაზიაში შეიძლება იყოს ცოტათი ჭუჭყი. ასე რომ ეგრევე დაალაგე. კარგით, ბოს. ყველაფერი რაც დაგჭირდება იპოვე შიგნით. ოკეი. როცა ყველაფერს გააკეთებ, დაიძინე სანამ სმენაზე გამოხვალ. მომწონს ეგ ბოსი. ოკეი. ვაიმე, შემაშინდა. აქედან უნდა შევიდეთ. რისთვის არის ეს დოსკები აქ? კაი, მოხსნათ. ვისგან არის დაცული ნეტა? პეიჯერი სადღაც კასასთან უნდა იყოსო. ეს არის. ავიღოთ. რა არის? წერია რომ ჯერ ყველაფერი უნდა გავწმინდოთ. რა საგარბეჭი გაქვთ აქ? ცოტა შეიძლება ჭუჭყიანი იყოსო. აქ შემიძლია დავიმალო. რისთვის დამჭირდება ეგ? ამის შემოწმება არ მინდა და გაგება. ძალიან მოგწონს მისი გახმოვანება. ისევ მუშაობა. და ეს ყველაფერი უნდა გავწმინდო? როგორც ჩანს, კი. $1 მოგვემატება თუ რაღაცებს გავწმინდაოთ. $1 მაძლევენ გასუფთავებაში. ვაიმე, როგორ გავს საქართველოს? სისუფთავე სულ უნდა დავიცვათ, რადგან ჭუჭყი მყიდველებს აშინებს. კაი, აი ამით დავიწყოთ. გავწმინდოთ ფანჯრები ჯერ. ეხლა ყველაფერი ჩანს. ესეც უნდა გავწმინდო? რაღაც მარკერებით არის დაწერილი და რატო? სუფთა, ვერ გავიგე ვერაფერი. თითქოს და მაღაზიას დიდად არც გავს, მინდა გითხრათ. ესე რომ შეხედავ, მიტოვებულ ადგილს გავს უბრალოდ. აქ კარი დაკეტილია. გახმოვანება გეფცებით მომწონს ძალიან. არევასება აქ მუშაობა. გავწმინდოთ ეხლა. სადღაც აქ იყო. რამდენი ჭუჭყია. რა უბედურება. პრინციპში გარეთ თოვლია და მაგიტო. ეხლა მაღაზიაში შემოდიხარ, მე დნება და ჭუჭყად იქცევა. კარგი, ჩვენ მოუწმინდავთ არ მეზარება. ეხლა ეს უნდა გავაღო. ორივე მხრიდან არის რაღაც ბოკლომები და ესენი უნდა მოხსნა. ოკეი. კაი, ორივე ადგილას შეგვიძლია გავიდეთ. უნდა დავიძინო. სმენამდე უნდა დავიძინო. კაი, დავიძინოთ. პირველი დღე. ეს რა არის? ტელეფონი რეკავს? იმედია არაფერი გამოვტოვე. მეც იმედი მაქვს. და ტელეფონი გარეთ რატო არის? ალო? ბოსი, ნუ როგორ გამოიძინე? შეგეძლოთ საწოლი უფრო მყუდროდ დაგედგათ. არა, აი პირველს უპასუხობ. ისი ხმა არის? ისი ხმებია ბიჭო, ვიღაც ვულფები არიან. 99 დღეში მაგონებს. და იმახსოვრე Helmet-ის წესები. პირველი, დღისით კლიენტებს უნდა მიყიდო ტავარი, პროდუქტები, უნდა მიყიდო გარკვეული თანხის და სისუფთავე უნდა დავიცვათ. მეორე, და ღამით არ უნდა შევუშვათ ვიღაც უცნაური ხალხი. და მესამე, არავითარ შემთხვევაში არ დატოვო მაღაზია ღამით. ოკეი, ჯერ კიდე საწყობში წადი, ახალი პროდუქტები აიღე და დააწყე მაღაზიაში თაროებზე. უცნაურია მე არავინ შემემჩნევია. ვიღაცამ მოგვიტანა ყუთები. არ არის გასაკვირი შენ გეძინა მკვდარივით. ეს ძაღლების ხმა უკანა ფონზე ცოტათი მაშინებს. ყოველ დილით იქნება ახალი ტავარი. კაი. ოკეი, რაღაც პროსტა გადაკარგულში ვართ. ჯოჯოხეთს ნამდვილად არ გავს. უნდა დავასუფთავოთ. კაი, ოკეი. ზაკუსკები, ჩიპსები გვაქვს. უნდა დავაწყოთ ეხლა თაროებზე. კარგი, ბოს, მე ყველაფერს ვიზამ. აქ უნდა დავაწყოთ.
ოკეი. აჰა. მეც გთქვი ზუსტად. ეს 5 საწავიღო ახლა. ტრეში უნდა ჩავაგრო. კაი, კიდე რაღაცები უნდა ავიღოთ. ვაიმე, რისი ხმა იყო? ეს კარი დაიკეტა ასე? მაკარონი. უფს. კაი, მე დავკეტავ რა. სად უნდა დავაწყო? ეგ მაკარონი. რა სასაცილოა. ვაიმე. I see who you are my enemy. ვინ არის? ბიჭო, ეს ვინ არის? შვაბრას დავიჭერ. არა, ლაფატკას. ვინ ჩემი ფეხები ხარ? რაღაცები მეჩვენე. ჯანტაბა მაგის. აქ კლიენტების მოსაფსმელი ადგილი არის. ბიჭო, გული გამისგა მეთქი იქაც იდგა ადამიანი. ვეშინია უკვე. უნდა გავაღოთ? კაი, გავაღოთ. აქ წერია რომ, კაროჩე, დღის კვოტა, ან შემოშემოებული თანხა აუცილებლად უნდა შევასრულოთ და შევაგროვოთ დღის მანძილზე, თორე ძალიან საშინელი რაღაცები მოხდებაო. ოკეი. ჯერჯერობით ხალხს ვერ ხედავ. სად არის ჩემი კლიენტები? პირველი კლიენტი, მობრძანდით. ვუთვალთვალე. მე ვეგონები გიჟი. გამარჯობა ჩემი პირველი კლიენტი. ვაიმე, რა სახე აქვს? Hi, how are you? ეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰელმარტში. ჩიფსებს იღებს. კი ბატონი. კიდე ერთი კლიენტი მოდის, ხედავ. გავწმიდა, ხო, სისუფთავე უნდა დავიცვათ. საწავიდა ის. სადა? იღებს ხო რაღაც სრულყუცებს. მობრძანდით. ეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰელმარტში. მოგივლით ხლა ჩიფსები. კიდე მაკარონი. ვაიმე, ესეთი სახე რატო აქვს? ვიღაც შემოვიდა ისევ. მე გითვალთვალებთ იქ. კაროჩე, არაფერი არ უნდა მივცე, კაი. თქვენ ახალი ხართ, ხომ? მე ყველას აქ ვიცნობ. და თქვენ არ გიცნობთ. კი, დღეს პირველი დღე მაქვს. რა მშვენიერია. მე აქ თითქმის ყოველ დღე მოვდივარ. უბრალოდ ესე უნდა ვისაუბრო. ფიქრობ ვიმეგობრებთ. წინათ ადამიანმა არასწორად მომცახურდა. მე რა თქმა უნდა არაფერი ვუთხარი, მაგრამ მე შევამჩნიე. და ჭკუა ვასწავლე, რას გულისხმობთ. გენერატორის საწვავის ბაკი გასკდა და მოუწია ერბინა სრულ სიბნელეში. ეს გოგო გიჟია ხო მგონი უკვე? ასე თუ ისე ხალხი აქ მეგობრულია და მომღიმარი. თქვენ სწრაფად იპოვით საერთო ენას. Okay, good, thank you. მეძე დამიწყეთ. ჩიფსები. ზურიკ, შენ ხარ, ბიჭო. რამდენი ხანი არ მინახი ხარ. არაფერი არ ვითხრა. კაი, ნივიჟუს რომ მირტყავ აქ. მაიტათქავ. ვაიმე! ბიჭო, ამ ხალხს რა სჭირს? რა სიღრიჭებიან ასე? ხურტის გარეშე ვაძლევ ჯერჯერობით. მაიტა, ცოტა მალე ბიჭო. ოპა. ზუსტად მაძლევენ. ვიღაც რეკავს. ბიჭო, გამიშვი აქედან. კაი. ჯერისი ხმა არის, მეშინია. გილოსავ შენ შეასრულე შენი პირველი კვოტა. ეს რთული არისო. პირველ დღის მენას კარგად გაუმკლავდი. ახლა გელოდება ღამის მენა. მაგრამ 24 შვიდზე ვმუშაობ. ვიღაც შემოვიდა. მაგასთან დაგეხმარება ვიდეო კამერების სისტემა კომპიუტერში. მაგრამ ჯერ სისტემაში უნდა შეხვიდე, ოკეი? პაროლი 1 2 3 4. დაიმახსოვრებ, კი რა თქმა უნდა, მეც მაგეგეთი პაროლი. არ დამხაკოთ. 1 2 3 4. უსაფრთხოება მაღალ დონეზეა. კი. და კარი უნდა დავკეტოთ მე. კაი, მივხვდი რა. კაი, რაღაც ის უცნაურია დღეს. კარგი, კომპიუტერში უნდა შევიდეო. ვაიმე, ხმეთო, რამდენი დაგროვდით. გული გამისკდა. აი, security კამერები გვაქვს. What the hell? რა საკეთებს ბიჭო? რაღაცებს იპარავს? ბარს მე ვიცი. ბიჭო, what the hell? It's trap. Excuse me, გამატარეთ. სადაა ჩემი შვაბრა რაღაცა? თავში ჩაგარტყავთ, ეხლა ვინც არ უნდა იყოს. სად იდგა რო? საჯანდაბაში იდექი. თავში არ გინდა მოხვდეს? აქ იდგა? ბიჭო, სად იდგა? არავინ აღარა. აშინებენ ესენი ტყუილ უბრალოდ რა. კაი, ჩიფსი, მაკარონი. როგორც ჩანს, ქალბატონო დიეტაზე ხართ. ვაიმე, რა ყველა გიჟვით მომღიმარია. მაშინებთ ხალხნო. მაკარონი, ბული. მაიტაკეთ.
ხურდა ვაფშე არ ეკუთვნით. კაი, ალბათ პირველ დღეს ესეა. ღამდება. რა უნდა გავაკეთო? მთავარი კარი უნდა დავკეტო. აჰა, ესეც უნდა დავკეტოთ. კარგად, ღმერთო. ჯანდაბაში. ვინ იყო ეგ? Hell no. ვერ ვგრძნობ იმე და თავს დაცულად. ანუ ეხა ღამის სმენა და მარტო კლიენტები უნდა შევუშვა. ძალიან მეშინია. ოკეი. კამერები უნდა ვნახო. რა ხდება კამერებში? კაი. ყველაფერი იქზეა? ყველაფერი კარგად, ჰა? ჯანდაბა შენი ეს ვინ არის? რისი ხმარი? ბიჭო, ვართლაც ხელმარტია. ვინ ხარ? ხამე თქვენთან მოვლენ მყიდველები. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, შევშვათ თუ არა. თუ ვიღაც უცნაური ადამიანი შევუშვით და გვერხევა. ჰეი, მეგობარო, შემიშვი, გეხვეწები. ვინ ხარ? კოლინი. მე აქაური ვარ. დღეს ყიდულობდი რაღაცას, გახსოვ? ზურიკ შეხარ ბიჭო. თუ რა დავარქვით შალვა, არ მახსოვს. კაი, იყავი ზურიკი. კი, მახსოვ ხარ. მაგარია, შემიშვებ არა? აქ რაღაც ხმები ისმის. რას აკეთებ ასეთ დროს? კი, ბოლო ავტობუსზე დავაგვიანე. ხოლო შემდეგ იქნება მხოლოდ დილით. თუ შემიშვებ, მოგცემ $30. შევშვებ, კაცო. ხო, აბა გონიათ აქ ხელფარს იმდენს მიხდიან? ვუჯერებ რა, მოკლედ ადამიანს გავს უცნაური ღიმილი არ აქვს. რაც მთავარია. კაი, შევუშვებ. კაი, ძმურად, შემოდი. მთავარია დაკეტილი იყოს, ხო დაკეტილია. კი ბატონი, გასაშვება ეხლა. პროსტად გას. კარგად ხარ? თუ ტყუილად შევუშვი. რა საშვები? უცნაურად გამოიყურება. უნდა დავალაგო აქაურობა. ვინ არის? თუ კამერებში უნდა შევხედო. სადა კამერები? რამე არის? და ხმა საიდანაა? საიდან მოდის? Oh my god, კიდევ ვიღაცა რას მიბრახუნებ, ხალ? რა? მას არ შევუშვებ უკვე ისეთ სახე აქვს და მიცნის სახეში მნა. კაკო. ვინ არის? შენ. რა? შენ შიგნით ხარ, ხოლო მე გარეთ. Bro, what are you talking about, man? არ შევუშვებ. No. Fuck off, girl. რასტი სულელეა. ბიჭო, ვიჩი სიცილია? წადი ჯანხეთში. გამიღე, ნუ წელავ დროს. წადი ჯანდაბაში. არა. ეს არ იყო მარტივი. ჯანდაბაში წადი. ეს ხალხი მაგიჟებს. ამას ზინავს ალბათ დილამდე. შევხედავთ ისევ კამერებში. რიქსია ყველაფერი, ხო? გათენდა? რა ხმა? ზურიკ რა ვახარ, შე ბიჭო? სამსახურში უნდა წახვიდე დილით. უნდა გავუშვათ ეს ტიპი. წადი, კაი. დასვენება, ან სადაც მიდიხარ. კაი, მერე რა უნდა გავაკეთოთ? დაკეტე მთავარი კარიო. პროსტა ის გავუშვით? აბა რა უნდა გავაკეთოთ კიდე? ეს უნდა გადმოვატრიალო. ბრეიქის რაღაცა არის. უნდა დავიზინო? რა მყუდრო ოთახი არის? საყვარელი აქვს. ყოფნა. ალბათ, maybe. დღე 2. ესეთი მუსიკით იწყება. შო, გამოვიზინე? ისევ სამსახურში. მე ვხვდები. რა გრძნობით ცხოვრობ. დედენ შევიდე. აქ დაკეტილი. ისევ პახაობა, ისევ თოვლის მოშორება. აი, ყველაფერს აქ მოასუფთავებ. ახალი ტავარი უნდა ვნახო. ხილი კი არა. რა ქვია? 2 ყუთს ერთად ვერ წავიღებ. კაი, თხილი გვაქვს. ის ბუჩქი რო არის ფანჯარაში, მგონია რომ ადამიანია ყოველჯერზე. გამოცხობის რაღაც. გამოსაცხობად რაღაც. გავახოთ მაღაზია. ვაიმე. გენერატორი გაფუჭდაო. ეს რა გვაკლია? იმედია, ქარავინ არ იდგება ეხლა. 0%-ია საწოვი უნდა ჩავასხათ. ღმერთ ჩემ გულგამსხნე. მარტივი იყო, აიღე. ძიმეა. რაღაც დროით გვეყოფა გენერატორი. ამასაც უნდა დავაკვირდეთ, ესე იგი, თორე თუ დაგვიბნელდება მაგალითად შუა ღამეს, დაგვერხევა. კაი, ჩავასხავ. სად ვასხავ? არ ვიცი, იატაკზე, მაგრამ ყველაფერი გამოდის. აი, ჩავთოთ გენერატორი. მარტივი
იყო ძალიან. Is a busy man? ისე გვირეკავს ეგ ბოსი. ჩემ ფეხები უნდა. მუშაობ ვერ ხედავ, ბიჭო. როგორც ვხედავ გენერატორი გაფუჭდა? საიდან ის ყველაფერი? კამრებში იყურება თუ როგორ? აგე? კი, მაგრამ საიდან გაიგე გენერატორზე? მე გირეკავდი 2 წუთის წინ. ვერ დაგიკავშირდი. პირველი რაზეც ვიფიქრე, ეს არის გენერატორი. ბოსიც კი უცნაური ტიპია. ყოველ შემთხვევისთვის კარგია. ყველაფერი გაარკვიე. ჯობია გენერატორი, ახალი გენერატორი უნდა ვიყიდო თუ რა? კომპიუტერში იპოვი პროგრამას Shop++. მან შეგიძლია გაუმჯობესო აღჭურვილობა შენი პირადი ფულით. რა ჭკვიანი ბოსი ყავს. თავის ფულსაც კი არ ხაჯავს თავის მაღაზიაში. ვაუ. ვაუ, ასეთი დონის ნაძირალა არასდროს მინახავს. შენი პირველი გაუმჯობესებისთვის დაგიკეთებ სკიდკას. რა კეთილია. მადლობა. მადლობა კი არა სახეში უნდა შეაფურთხო ასეთ ბოსს. ამას უპასუხებ. მე უნდა დავხარჯო საკუთარი ფული ამ ხლამის რემონტისთვის. და შენ როგორ გინდოდა? წადი ჯანდაბადში რა. ნუ всё, წადი. გაუმჯობესე გენერატორი. არჩევად კი არ შემიძლია. წადი, ცისად. საიდანაა შესასვლელი კაცო ვერ გავიგე ბიჭო. საყვარელი ბოსი. კაი აქ რა გვაქვს? გენერატორი, მე უნდა ვიყიდო ჩემი ფულით მაინც. ჯანდაბა მაგის. ეს არის გენერატორი. 15 დო. კაი, ჯანდაბა შენი ვიყიდი. ჩემი ფულით ვყიდულობ ამ მაღაზიისთვის გაუმჯობესებას. აზე ხართ? რა პონტია? და სულ რაღაცეები? აქ ვერ შევდივართ. გასულ შევდივართ, აბა რები გვაქვს. ჯერ დაკეტილია ყველაფერი. კაი, კიდია. ხო და რას გეუბნებოდით? გავახოთ ახლა მაღაზია, ხო? Open! კლიენტებმა მობრძანდით. იყიდეთ სხვადასხვა ხლამი. დღევანდელი კვოტა $30, ანუ $30 უნდა შევიმუშაოთ. ოკეი. აგე მოდიან მოცუნცულებს ჩემი კლიენტი. იმედია ნორმალურია. რა მუსიკა იწყება, რანაირია? ზურიგ ძმაო! უი, თუ შენ არ ხარ? თითქოს ოდნავ სხვანაირი სახე აქვს. თუ მეჩვენება. ზურიგ, შენ ხარ ბიჭო? რიჟა იყო? გონი კი? ოპა, მოდიან კლიენტები. ის არ გავატარე. არ გავატარე. კი გავატარე. ხო, ყველაფერი სწორია. 5 და 6 და 20 ღმერთო. სუპერმარკეტის სიმულატორს მაგონებს ძალიან. ეს ხალი არ მევასება. კიდევ მომეცით სიგარეტი. შემიძლია ვუთხრა, მოწევა მავნეა. არ მოგცემ სიგარეტს. მაიტა ფული. რამდენი? არაფერი არ მომიცე. ოკეი, goodbye. გამარჯობა, მეთევზე არის ბიჭო. Schoolboy Runaway-დან ერთ-ერთშია გეუბნებით. აქ ძალიან გახარებულია პროსტა. მოვიდა ფული. 94 და 20. აუ, ჩემი აკაცს უნდა დავთვალო. 94, 2, 3, 4 და 20. ინაბეთ. და ასეთი დიდი ხურდით აღარ მოხვიდეთ რა. ჩიფსები. შენ გააგრძელებ ამ ჩიფსების ჭამას, კბილები აღარ დაგჭება. ვაიმე, ეს ვინა? წინა თამარს მაგონებს. ვიღა ძალიან მაღალი ტიპი რო გაიჩითა და რო ჩავისვარე. მე არ გიცნობთ. სად იყურები? დაბლავ გდივარ. უბრალოდ თქვენ აქ მარტო მუშაობთ? კი, მარტო ვარ დღეს. რით შემიძლია დაგეხმაროთ? თქვენ დაიკავეთ მისი ადგილი და ახლა ის არ არის. და რა? სიგარეტი ნებისმიერი. კაი, მოგცემ. გაგიტარებთ. ხმე, ჩემი კაი რამხელა არის. 50 კაპიკი უნდა მოგცეთ. ინებეთ და ჯობია. აღარ მოხვიდეთ? რა მომღიმარი ხალხია, შეხედეთ პროსტა. მითხარით, პადვალი კიდევ დაკეტილი რჩება? პადვალი? რომელი პადვალი? მართლაც რომელი? თქვენ არიცით ეს ისტორია? ბოდით მოგიყვებით. რაღაც დროის წინ ერთი დაინტერესებული ბიჭი დადიოდა თაროების შორის და ცენტრში იყო ლუკი, რომელიც მიდიოდა პადვალში. და რაღაცის გამო ის იყო ღია. ის ჩაიხედა დაბლა სიბნელეში და კარი იკეტა. როცა მყიდველები მივიდნენ ხმაზე, ვერავინ ვერ იპოვა ის შესასვლელი. თითქოს და ის არასდროს არც არსებობდა. ამ ბიჭის კვირილი კიდევ ისმოდა რაღაც დრო. საშინელი ისტორია. საწყალი ბავშვი. რაც საყვარელი ქალია. ესეც საინტერესო ისტორიებს გვიყვება. 50 კაპიკი. ინებეთ.
ოპა რა კვოტა შევასრულეთ ვაუ იეი ორჯერ რო გავატარო არა არ ტარდება გათვლილი აქვთ ბიჭო ეს ხალხი ძალიან სტრანია რა ხო ხვდები ძალიან უცნაურია ვაიმე ისევ რა პონტია და რა მოხდა მუშაობს შუქი რო ითიშება გენერატორი უნდა ჩავთო ვაიმე ხალხო გავწმინდოთ აჰა ისა თქვენ ხარ ბიჭო თქვენ ხო იყავით უკვე დღეს კაი წადი მომშვარდით სმენა მინდა დავამთავრო კიდე სიგარეტე მამაცით ამდენი ყველა მეორე კაცი რო ეწევა რა არის რა უბედურება მოწევა კლაუს ცუდია ეს კბილები აღარ დაგრჩება და მით უმეტეს ესეთი თეთრი 94 ჩემი 94 1 2 3 4 და 70 აჰა ბნელა მიდით მალეთ და ვიკეტებით ისევე ქალია ნუ იღრიჭები არავინ არ არის მე ვკეტავ კარებს ესე so strange რო ხამდება აი ეს ეხლა დავალაგო რა არის ხალხი ეგ ჩამიჯვე საქაურობა უყურე ერთი ამათ ისე ხმარე მენ დაღამდა რაღაც ამ ანომალიები უნდა ვიპოვოთო აი სადაც შუქით სიმციმებს მანდ არის ანომალიები კამერებში ვიღაცა დამიადია შენ ლაფად კარგინდა თავში ერთი მაინტერესებს თავში ჩაგარტყავ ეს რა არის სისხლი რატოა გაჩუმეთ ეს არის ანომალია აი სისხლი მოწმინდა ღმერთო რა ხდება ვერ ხვდები აქ ციმციმებს აქ არის რაღაც კომპიუტერში რა არის არ არის სიგნალი რა ხდება ბიჭო რაღაც ხმები მესმის მაგრამ მეშინია რა ხდება ჩავისვარე მეგობრებ მე პროსტო წმინდა ხო ცოტა ვაიმე რა არის ისევ ვიღადავებით ნუ გამაშინებთ აუ ფურბიდო რა არის გაჩერდით მე აღარ შემაშინებ ეს სისხლი არის კაჩე სადაც სიმციმებს შუქი ანომალიებია და უნდა ეს კაჩე დავალაგოთ ან რაღაც კაროჩე არ ვიცი რა არ ვიცი რა არის რაღაც სისხლები ჩნდება ჯერ ვერაფერს ვერ ხვდები მაგრამ მეშინია მაგრამ იქ იყო რაღაც წარწერები გაიხედე უკანო გათენდა მარტივი იყო გაჩერდით ჩავისვარე მეგობრებ ყველაფერი მზად არის დან ეხლა დაკეტილები ვართ წავედით ეხლა დასაძინად ხო ასეა უნდა წავდეთ დასაძინად და საიდან გავიდე არავინ არ არის დავიცინოთ ყველაზე ჩემი საუკეთესო დასვენების ვარიანტი დღეს 3 ფიუ არა ოღონდ აქ არა აუ საიდანაც გავაღე იქიდან უნდა შევიდე საღლები აი გავაღე და აქ უნდა დავხედო საერთოდ იქნებ რაღაცები უნდა შევავსოთ ჩიპსები აქ საკუსკები მოგწანდით ჰელმარტში აქ ნახავთ საუკეთესო ფასებს და ყველაზე დიდ ფასდაკლებებს ოპა ვხედავ პირველ კლიენტს რა არის ისევ ღმერთო ბიჭო გული გამისკდა გული რა უბედურება ვაიმე ეს ხალხი მაშინებს რა მართლა პროსტა კაცო სად გაქვთ აქ პური ხმებით რაზე საუბრობს გუშინ შემხვდა ის მეჩურჩულებოდა როცა მას ვჭრიდი რა აჰა საჩემძლია პური ვიპოვო აი იქ არის კასასთან მადლობა ეგდოს აქ ცოტა ხანი კლიენტებს უნდა 40 მაქვს კვოტა უნდა შევასრულო აი ეს ყველაზე ნორმალური გოგოა ჩვეულებრივი სახე აქვს ხო ჩვენი ზური კი ან ჩანს რომ ჩვეულებრივი ხალხია და აი დანარჩენებზე ვინც იღიმის გიჟივით ყოლა საიდან აიღებ არიცი არც მე არ ვიცი 20 ცენტი აჰა
რაღაც მეუბნება. თქვენ არ ფიქრობთ, რომ უცნაურია, რომ თაროებიდან ერთ რაღაცას ვიღებო, ხოლო სალაროსთან რო ატარებს, სულ სხვა ნივთებია. ნუ, ყოლა დავინახე, რო აიღო, რომელიც არსად არ დევს წესით, არ დამიდია. თუ შენ ხარ ზურიკი, ბიჭო, 2 ზურიკი რატო არის? 40 ცენტი, 1 2 3 4 აჰა. და სად უნდა ვიპოვო შამპუნი? ცარიელი თაროებია. ამასთან რაღაც უნდა გააკეთოთ? კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვისაუბრთ. კი, შემდეგში ყველაფერი რიგზე იქნება. შამპუნის საიდან უნდა მოვფიქრო ეხო. ეხლო. გამოსაცხობი რაღაცაც დამთავრდაო. რა, ყველაფერი გაიყიდა? კი, ყველაფერს მოვიდა, ყველაფერს. აი, ამ წამს. მოდი, ქალო. ბიჭო, ეს ხალხი მაგიჟებს. ქალო, არ დადგები? ვაიმე, ძალიან სტრენჯია. არ გინდა იდექი მასე, რა ვქნა. თაროები. ვაიმე, არაფერი არ ჩანს. იმედი ახლა რაღაც არ მოხდება, სანამ აქ ვარ. ჩიპსები, სად არის? აგე გამოსაცხობად რაღაც ჯანდაბა. ქალო, გაჭედე? ვაიმე, ისევე ტიპია. აგე სასმელი. ვაიმე, სულ მგონია, რომ ადამიანია. სასმელი საიდან აქ? ვისი ხარი? გაიგე, მოვდივარ. ბიჭო, მობრძანდით. აუ, ეს ქალი გაჭედა. ვაიმე, ეს ვინ ხარი? ვინ ჩემ ფეხები? ბიჭო, დახვი აქედან. ეს რა არის? ჩაიფსა და გაიქცა. ბიჭო, ვერ არიან ეს კლიენტები რა, მე მიფსავენ აქ მაღაზიაში, რა პონტია. საჯანდაბაშია. აუ, ეს ხალხია გაიჭედა. დღეს იქნება საშინელი ღამე. რატო? რაღაც საშინელება მოხდება? არა, უბრალოდ გრძნობა მაქვს ასეთი. უბრალოდ ასეთ რაღაცებს ვგრძნობ, ისე როგორც ადრე. როგორც ადრე. ნუ, ტინაზეც ზუსტად ასეთი გრძნობით დაიწყო. ესე იგი, ყურადღებით მომისმინე. დღეს არაჩვეულებრივი ღამეა. შენ უნდა გამოიწერო დოსკები, ფილები. პროგრამაში უნდა გააკეთო კომპიუტერში. ყველაფერი ასე სერიოზულად არის? და კარები დაკეტეო მაგით. უბრალოდ გააკეთე ისე როგორც გეუბნები. მერე მადლობას მეტყვი. ოკეი? შენ უნდა მოემზადო. ოკეი, ველცად უსთავრია. ნამდვილად უცნაურად ვგრძნობ თავს, რადგან ეს ხალხის დებილი არ მოძრაობს აქ. ბიჭო, ეს დებილი ხალხი იჭედება რა გავაკეთო. ნახეთ, რეებს შვებიან. ის გამოდიოდა, მეორე კიდე შედიოდა და გაიჭედნენ. არ მიდის წინ პროსტა თამაში, რადგან დებილები იჭედებიან. ან დემო ვერსია და რაღაც დასრულებული არაა რა, კაროჩე. მიდით, ბიჭე, მიდით. გაჩვით აქედან. ოპა, აი ეს უკვე აღარ იყო. 2.70 ცენტი. ნებად ქალბატო. მართლა სუპერმარკეტის სიმულატორს გავს ძალიან. სალაროსთან რო დგახარ და აი ამ რაღაცებს რო აკეთებ მოკლედ. აი და ფული, ქალო. 70 ცენტი. ნებად მომბრძადით. თქვენ ისე ვაქართ? კი, ვიმუშავებ აქ რაღაც დრო. რამდენი ხანი? რამოდენიმე დღე. კარგი. სიგრეტი მინდა. ისე როგორც წინაზე. ოკეი? აი ვერა ხარ ბიჭო? გენერატორი. ვერ გავაკეთებ, მაიცა გენერატორი უნდა ჩავრთო. იდექი მან. ვინ ჩემ ფეხებია აქ? ღმერთო. აღარ გაიმეორეთ ასე თუ შეიძლება. მადლობა. Creepy man. აი ეს ამას დავარქვევ მეთევზე. ყვითელში იყო ასე. სიგარეტი მომეცით კი ახლა. ვაგართმევთ ყველაფერს თქვენი ფულით. ბიჭო, რამდენი 100-იანს მაძლევენ. სხვა ფული არ გააქვს? როგორც ჩანს არა. 650. აჰა. აქ და გავწმინდოთ არ ვაიმე ის რამხელა არის ტიპი მართლა. ბიჭო, სლენდერმენს გავს. რატო ბნელა? ხადაობთ ისევ? ბიჭო, გარა ხუმრობა. ბიჭო, გენერატორი ახალი ხო ვიყიდე. ვითომ გაუმჯობესებული ჩემი ფული. ვაიმე ისევ ის ქალია, ჯორჯახეთში წადი დახვი აქედან. ჩამიფსავს ახლა აქაურობას. კვოტა ავოცეთ. ოკეი. ოკაცრავად და ვინ დგას თქვენს უკან?
ალბათ მოგეჩვენათ, ჩემს უკან არავინ არ არის. შეიძლება მართალი ხართ. ბოლო დროს სხვადასხვა რამეებს ვხედავ. კეთყობა, სიფაძე. ჯობია ცოტათი დაისვენოთ. ნამდვილად მავნე არ იქნება თქვენთვის. კი, უნდა წავიდე. კარგად, აბა. კაი, მე გავიგე. მოკლედ რაღაც ისინი უნდა ვიყიდოთ, ბლა 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 ბლა. უნდა ვიყიდო. ვალე. სწრაფად. კი. მივხვდი, ეს უკვე ვქენით. აჰა, 6 თავს ვიყიდი. ჩავკეტავ, ყველაფერს ჩავკეტავ. და აი იქ იყო კიდევ. ასე შორს რატოა? So strange. ზე ჩადის. ცოტა მალე გეხვეწები. აჰა, გაკეთე. ფუ, ეგ ყველგან ჩაიქცა. ორა დირთია, ყველაფერი, პროსტა ხალხი კი არა საქონელია. მე გამყიდველიც ვარ, დამლაგებელიც ვარ. მე პატრონეც მე ვარ, რადგან მე ვყიდულობ რაღაცებს მაღაზიისთვის. რომ ვყიდულობ, იქ მოაქვთ. სწრაფად, შვილო, სწრაფად. ზე ჩავაეხლა, დაღაპდება. აიღე, ეს შტიკი. რარი? ფინიცინის ბიჭო, ეს როგორ დავკეტო? კაი, ახლა მაღაზიას უნდა დავხედო. ოკეი, ამას შევხედოთ. მაღაზიას უნდა შევხედო და ეს რა ჩემი ფეხებია? ეს უნდა ავიღო? მალე აიღე. სად არის ჩემი ნაჯახი? რა ჩემი ფეხებია ეგ? შეგით არ უნდა შემოვიდესო. საჯანდებიდან უნდა შემოვიდეს, რო? ვაიმე. შუქი გაითიშა ხალხო. გადი! აკედად გადი! ვაიმე, სად არის? თან არაფერი რო არ ჩანს. ეს ხალი ცდილობს რომ გააღოს აი ეს კარები. წადი აქედან. ეს კარები უნდა დავიცვა. თან 3 კარია რა ამბავია. ვერ ხედავ. წადი! კრუგებს ვარტყავ. რა არის? ისი ხმა არის? ეს რო არის? უნდა დავუკეტო ესენი. სად არის? წადი ჯანდაბაში. ყველაფერი რიგზე. ამეთქი. ამებს ამტრევს, წადი. ამას ნამდვილად ამტრევს. რა გავაკეთო? საჯანდაბაშია, წადი მეთქი აქედან. მოგუსვი მეთქი. მე როდის ამთავრდება? მორჩა! Hell yeah! თენდება! გრძელი ღამე იყო. ბრეიქის დროა. ფიქრობ ნაჯახი დავიძინებ ხელში. ყოველი შემთხვევისთვის. დღე 4. ჯანდაბა თავი მყივა. ეს რა ჩემი ფეხებია? მეც ესეთ რეაქცია მქონდა ზუსტად. რა არის? აქ წერია რომ უნდა მივიდეთ უცნობთან. მაგის ადგილას მაგას არ გავაკეთებდი. ეს ვია დრაკონია? რა ჩემი ფეხებია? რა არის ეგ? გილოცავ, შენ დაიმახსოვრე ეს ადგილი. რა ჯანდაბა ხარ? მე ის ვარ, ვინც არ იყო ხელმარტის თანამშრომლების სიაში და ჩვენ ამაში მსგავსები ვართ. და რას ნიშნავს ეს? რომ შენის მენეჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ის დაიწყება ძალიან მალე. შეგთოხლეს პროსტა. ვაუ! მადლობა თამაშისთვის. ეს დემო ვერსია იყო თამაშის და დასრულებული თამაში არ ვიცი როდის გამოვა. და თუ გინდათ რომ დასრულებული თამაში ვითამაშო, დალაიქეთ ვიდეო და მიწერეთ კომენტარებში. და იმედია ეს თამაში მოგეწოდათ. საკმაოდ საინტერესო იყო, საკმაოდ ჰორორი. ხოლო მე ამაზე დაგემშვიდობებით და ჩვენ შევხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში. ნახვამდის.